თუ თქვენ უძლობა გაწუხებთ და რაღაცა კარგ ჩევას რო ეს უძლობა მოიგვაროთ, დამიჯერეთ, ეს არის რაც შეიძლება თქვენ გააკეთოთ. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი გირჩევთ რომ იცი რა დაიძინე ყოველთვის ერთსა და იმავე დროს და უძლობას მოგვარდება. რეალობაში უფრო სჯობს რომ გაიღვიძოთ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს და ეს უფრო მოგიგვარეთ უძლობას ვიდრე ნებისმიერი სხვა რჩევა. და ნახეთ რატომ. როდესაც თქვენ გაიღვიძოთ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, მაგალითად დიდი 7 საათი. არა მხოლოდ 2 შაბათს, 3 შაბათს, 4 შაბათს, 5 შაბათს და პარასკევს, ასევე შემოლამაზებო შაბათს და კვირასაც. ამ შემთხვევაში თქვენს თავისთვის უკვე ჩამოყალიბდება სწორი შინაგანი საათი. თქვენ დიდი 7 საათს გაახეთ ხოლმე ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს ამ თვალებს, აქ ბადურაზე არსებული განგლიური უჯრედები გადასცემენ ჯალღუსებს სხეულს ჩვენს თავისთვის ინფორმაციას, რომ ბატონმა გაიღვიძა, თუ შეიძლება ნუღარ გამოყო მელატონინს, თავისთვის, ოკეი, და უკვე თავისთვის უკვე მიეჩვევა და უკვე ხვდება, რომ ყოველთვის უნდა გაიღვიძოთ თქვენ დიდი 7 საათს. ამიტომ მელატონინის გამოყოფა საღამოს საათებში უკვე იმ დროს დაიწყებს, რომ მან სწორად გათვალოს ეს ძირისთვის საჭირო დრო. ხო, ამიტომაც არის რომ თავისთვის უკვე ნელა გადაიწყობა უკვე ამ სწორ რიტმზე და სწორ დროს მოგაძინებთ და სწორ დროს გაგაღვიძებთ. მაგრამ თუ თქვენ მაგალითად ხა ორშაბათიდან პარასკევის ჩავთით ხა დამიჯერეთ და სწორედ რომ დიდი 7 საათს გაიღვიძებთ, მაგრამ შაბათ-კვირას მიეცეთ თავს უფლება რომ იცი რა, მოდი იცი რა. გიორგის რჩევა კი მოვისმენე, მაგრამ მოდი დღეს გამონაკლის სახით 10-მდე, 12-მდე, ან შვადღის 3-მდე, 4-მდეც გამოვიძინებო. ესე თავისთავად უკვე ვეღარ გაიკვევა თქვენ როდის უნდა დაგაძინოთ, როდის უნდა გაგაღვიძოთ. ამიტომ დაიმახსოვრეთ, ნახეთ, მიეცით თავისთვის სწორი დროები, რომ მან იცოდეს, როდის დაგაძინოთ, როდის გაგაღვიძოთ. თუ თქვენ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გაიღვიძებთ, ხო, თქვენს თავისთვის უკვე ექნება აწყობილი სწორი, ძალიან ზუსტი შინაგანი საათი. გარდა ამისა, როცა თქვენ იღვიძებთ ხოლმე ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, თქვა ძირითადად ხომ, თეიდრო დღის განმავლობაში კი ადენოზინის დაგროვებას დაიწყება სწორად. ხო და საღამოსკენ კი ადენოზინის რაოდენობა სხეულში ექნებათ იმდენი, რომ თავისი წავახომი ბარეშისკენ და თავისი დაიძინებს თქვენ რომ სულ რა გინდოდა წილი. მაგრამ როცა თქვენ თქვა გამოიძინებთ თქვა კარგად ესე ღამის თქვა დილის თქვა 12-მდე 11-მდე ხო? უკვე თეიდრის განმავლობაში ადენოზინის დაგროვებას უკვე ვეღარ ასწრებს. ხო და საღამოს უკვე რომ მოსაღამოდო ეხეოდება უხახა დავწრები და დავიძინებ თავისი გეუბნება არა. ჯერ ძირის თუ არა ის რომ ადენოზინი ჯერ არ დამიგროვებია. და ამიტომაც არის რომ არ გეძინება და მე სტრესი კიდევ უფრო გიმატებს ამ ყველაფერს. მე სიმპათიკა აქტიურდება, მე კორტიზოლი ძალიან ბევრი გას, მე კიდევ უფრო აღარ გეძინება, მე კიდევ უფრო ნერვიულ რატო არ მეძინებაო და გილოცავ ისე ამოვარდი. ამიტომ დაიმახსოვრეთ ძალიან მარტივი რაღაცა. ყოველთვის გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს. რა თქმა უნდა, გავიზიაროთ ახლა ეს რჩევა სხვებსაც.